მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, მე ხატია ვარ, ეს კი მადის აღზრდელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ და აკომენტაროთ და მოკლედ იყოთ ჩემთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, ნუ კი კოშკელიშვილია. უკვე როგორიც მცხვენია. კიდევ მე ვარ მე მგონი. მაგრამ ნახე როგორი ექსკლუზიური პირველ რიგში მოგესალმები შენს YouTube გამომწერებს. პირველად ვარ ასე საკვების თემაზე, არასდროს ვყოფილ ვარ მე მგონი სტუმრად ისე რომ გველაპარაკა საჭმელზე და ჭამაზე და გემოებზე და თან გვეჭამა. ხო, და თან უნდა ვჭამოთ კიდეც, ხო, ნუ აი. ნუ ეხა თუ გინდა ბოლომდე არ შეჭამა, მაგრამ თან უნდა იცი გომშია. მეც აი მართლა გეცები დღეს ერთი ყავის მეტი არაფერი არ დამილევია და ძალიან მშია. უკვე საღამოა და ჩვენ შევჭამთ და თქვენც თუ გნებავთ პარალელურად შემოგვერთით და ის მირთვით, რასაც ეხლა ჩვენ შევჭამთ და ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ ეგეც შეჭამოთ. სანამ დავიწყებდეთ მოკლედ საუბარს, მე მინდა რომ ჩემი მეგობარი კომპანიები გაგაცნო შენ. ბომბარი, ეს არის პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, თუ ტყვილი მოგიგებს. რას ლაპარაკობ მართლა, როგორ სულ ვეძებ ხოლმე რაღაცა უშაქრო შოკოლადებს. ხო, ნუ ბევრი არის ეგრე, მეც და მოკლედ კარგი გამოსავალია და დაგაგემოვნებინე ბაბა. ამონებით. ასევე მაღაზიათა ქსელის პარი, რომელშიც შეგვიძლია შევიძინოთ სხვადასხვა პროდუქცია, ასევე ექსკლუზიურად მოვიპოვოთ სხვადასხვა ტკბილეული ან ყოველდღიური საკვები, ასევე ევროპული, ამ შემთხვევაში ესპანური ღვინო, ოპერა პრიმა და ასევე ქართული ჩაი, ბუეთი, რომელიც ტყიბულის პლანტაციებშია დაკრეფილი და 100%-ით ნატურალური და ლოსალტის მარილი დიდი ბრიტანეთიდან. ვაუ. ესეთი თელი სამყარო გაქვს წარმოდგენილი. და ვცდილობ რომ აი ჯანსაღი იყოს, რაც ჩემთან ერთად არის. მე რატო დამპატეშე მაშინ გადაცე? მე ჯანსაღი ყვება. არა, პრინციპში არა. ნახე არ არის ასე. ჯანსაღი ყვებაც მიყვარს და არა ჯანსაღიც მიყვარს და სხვადასხვა. შენ მე როდესაც დამირეკე და მითხარი რომ ჩემს გადაცემაში მოდი, მითხარი რომ აი შენი საყვარელი საჭმელი რა არის. ნამდვილად. მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ აი საჭმელი, საყვარელი ყოველდღე მივირთ. დღე არ მივირდა. ორი საყვარელი საჭმელი მაქვს. თქვა ის რაც ხო. ერთი არის შაურმა, აი მართლა ვინც ჩემი გამომწერია, იცის რომ წლებია სულ აი შაურმას გავიწე. საქართველოს თან ქართული შაურმა მიყვარს. არ მიყვარს აი ეს რაღაცა, აი თურქეთშიც ყოფილ ვარ შაურმა გამისინჯა, საფრანგეთშიც აი რაღაცა არაბული შაურმა არ მიყვარს. მე მიყვარს ქართული შაურმა, რომელიც მგონია რომ უკვე რაღაცა ქართული სტრიტ ფუდის ერთ-ერთი ნაირსახეობა. მეორე ჩემი საყვარელი საჭმელი არის წიწიბურა. და ეს არის ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. ანუ ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე მიყვარს წიწიბურა ყველით. აუ რა კარგია რო გიყვარს. და ყველა ჩემი არა, ჩემზე ესე არ მოქმედებს დიეტურად, ანუ მე ის სისხლის ჯგუფი არა, ჯანსაღია თან. ჯანსაღია ძალიან კარგია, მაგრამ მე აიც როგორ ვჭამ ბრუკლინიდან მოაქვთ ხოლმე ჩემთვის წიწიბურა, ჩემო მეგობრებმა შემიფუთეს იმითი ბაფთით და საახალწლო, აი მართლა საჩუქრის სტილში იყო, ნაძვის ხის ქვეშ, მომიტანეს ეს წიწიბურები, იმიტომ რომ ვაგროვებ რა, ვერ დავდივარ ისე ხშირად იქ სადაც იყიდება და ამერიკელებმა არიციან წიწიბურა. იმათ უფრო კინოა აქვთ მსგავს ხორბლეულად და წიწიბურას საერთოდ არ მიირთმევენ, მხოლოდ აი ბრუკლინში სადაც რაღაცა პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანების ქართველები, უკრაინელები აი იქ არის და აქეთ არ არის და ეს უყიდო მომარაგებული მაქვს ჩემი მეუღლეც უკვე წიწიბურისტი გახდა და აი როცა ხო იცი გეზარება რაღაც გაკეთება ხარშავთ ხოლმე წიწიბურას შიგნით ყველი ზოგჯერ რაღაცა სირაჩა და საუკეთესო სადილია. ყველი გამიგია რო ხდება და ასევე არაჟანი უხდება ძალიან. ანუ ჩემი აზრით წიწიბურას ყველაფერი უხდება. ხო და მთავარი ამბავი რაც არის, ესე იგი, ჩვენ შაურმა უნდა დავაგემოვნოთ დღეს. შაურმა. თან ისეთი შაურმა, რომელიც ჩვენ გიყვარს. ნახე მე რა მომწონს ამ შაურმაში, განსხვავებით სხვა შაურმებიდან. ხო, ზოგადად ვიძახი რომ შაურმა არის უკვე ქართული სტრიტ ფუდი, ანუ ეს რაღაცა აი ტრადიციასავით არის და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრს მოსწონს შაურმა, იშვიათი რა მოგწონდეს. ეს შაურმა მომწონს, იმიტომ რომ აქვს აჯიკის соуსი, ეგეთ რამე გაგია? არა. ჩედარის და აჯიკის соуსი აქვს. ანუ თან ხორი ქართული უკვე ეს შაურმა, გასაგებია რომ არ არის ხინკალი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ გახდა რა, გათანამედროვდა ეს შაურმა როგორც ქართული სტრიტ ფუდი. აქ არის დამატებული აჯიკა და ჩედარი და აი ისეთი ძალიან საინტერესო კომბოა. იცი, აი, ხო შეიძლება იფიქრო რომ აი აჯიკა რა ვიცი რამდენად და ჩედარი რამდენად, მაგრამ მოდი გავსინჯოთ მე ხა ძალიან მეგობრებო მოსულია ჩვენ ძალიან გშია. ძალიან გშია. შენ ხო გშია? აი, მოდი. Food Station. Food Station-ის მაინტერესებს თქვენც თუ მოგეწონებათ, იმიტომ რომ შაურმაზე ყოველთვის დაობენ. ხო. ეს ხო ისეთ სადაო საკითხია.
ყველას ვიღაცას ესეთი უყვარს, ვიღაცას ისეთი უყვარს, ვიღაცას ესეთი, ვიღაცას ისეთი. აუ რა ცხელია თან, რა კარგია. ცხელი. მოდი, მოდი, მოგაწოდოთ. მოდი. მოიცა ნუ კი ერთი წამი. მართლა ცხელია. ჩვენ ახლა ვარ პოდკასტში. რა კარგ პოდკასტში ვარ, ხალხმა სუფრა გაიშალა. აჯიკის და ჩედარის შაურმა უნდა გავსინჯოთ food station-ის. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არ არსებობს რა ეგეთი კონდეს გასინჯული, ხო? მართლა არსებობს, ძალიან მაინტერესებს გულით. ერთი წამი. უნდა ვახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ეს იგი food station-ის შაურმა არის. შეგიძლიათ რომ მაგალითად Wolt-იდან გამოიძახოთ და წამებში მალბე მოგიტანენ. წამებში ხარ ვიცი, მაგრამ წამებში რა მაგარი იქნება რა წამებში. ხო, ნუ საცობი რაღაცა თუ იქნა, მაგრამ მოკლედ food station-ის შაურმა არის და მოდით დავაგემოვნოთ. დავაგემოვნოთ. აბა დავიწყეთ. დავიწყეთ. მართლა კარგია. მაგარია. ხა გეტყვი რა მომეწონა. დილია. მიხდი? აჯიკას გრძნობ? აჯიკას გრძნობ. იმ ყველსაც ჩედარს. აი პირველ ლუკმას ჩაკბერთ. აი კარგად იკვიჩება. მეც. იქ შემითხარი. ძალიან მომწონს ეს პოდკასტი. მადლობა. ხო, რა სიტყვი? ძალიან კაი. ხო, ძალიან გემრიელია. ძალიან განსხვავებული გემო აქვს მართლა. აუ, ძალიან გავერთებ. ეს უნდა ჩავიწეროთ მაინდა. ხო. ძვედა რა კარგია. აუ, მასე ჩუმშორა, ჩავიმჭირა. ეს არის ეს პოდკასტი, ეს ვივარ და ჭამ. არა, თან ახლა ვილაპარაკოთ, მაგრამ ჭამ და მეგობრებო, ახლა თქვენს გამოიძახეთ food station-დან ეს შაურმა. დააგემოვნეთ. და ჭამეთ და თან გვიყურათ რა. მოც როგორ ვაჩვენო ხალხს. აუ, მართლა კაია. თან სიცხარეც. აი თან აჯიკის სიცხარე აქვს ცოტა და თან ეს ჩედარის соуსი აი რასაც ვაპირებდი რომ დამეკლო, მაგრამ სხვათა შორის ძალიან ბევრი არ იძახის და შაურმა არ არის ისეთი ცუდი საკვები. იმიტომ რომ ლავაშია, პური არ არის. გრილზია ის ტრიალებს და ისე იწვება, ანუ მთელი ცხიმი გამოდის. ბოსტნეულია და ამ შემთხვევაში მაიონეზის ნაცვლად არის აჯიკის соуსი, რაც საკმაოდ კარგია. მოიცა? ანუ აზრი არ აქვს ამ პოდკასტს, მე უკვე ძალიან გავერთე. და იცი რა არის, ნუ კი, მე ესე მიწერენ ხოლმე კომენტარებში ეს ჭამა და გადაცემაო რა არის. რა არისო, ხალხნა ყველაზე კარგი გადაცემაა დედამიწის ზურგზე. აი და სხვას რა ვშვებით? ხო, მართალია. ოპერატორიც რა სიტყვი შენ? ძალიან გემრიელია, მაგრამ ძალიან. მართლა გეუბნები ხა? აი ესეთ პოდკასტში არ ვარ ნამყოფი, სადაც ესე ვისიამოვნე. მე ლიმონადსაც და იმას წვენსაც დამისხავ. ხო და ეხა წვენი დავასხათ. ეხა ეგ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მივაყოლოთ. შენ გიყვარს საჭმის კეთება შენ თვითონ? კი, სხვათა შორის ყოველდღე არა. მაგრამ თუ ხასიათზე ვარ და მინდა რომ აი დღეს უფრო მეტად ჩვენ სახლში ვიძახებთ ხოლმე, იმიტომ რომ და აი რა საინტერესო, როგორ გაგიჩნდა ამ პოდკასტის იდეა, რომ ესე ჭამასთან დაკავშირებული ყოფილიყო. იცი რა არის? იდეაში მინდოდა რაღაც ესეთ ხო პოდკასტი დამეწყო და მინდოდა რომ ცოტა განსხვავებული ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პოდკასტია და ესე საუბრობენ, აი მინდოდა რომ რაღაცა როგორც აღნიშნე, ყოფილიყო დეტალი, რაც განსხვავებდა ერთმანეთისგან და ბოლოს მოკლედ ესეთ რაღაც აღმოჩინე, როგორც ორი მეგობარი რო ზის და აი, ნუ კი ჩემთან მოხვედი ახლა სახში სტუმრად და მოდი გოგო ვიჭორაოთ და თან ჭამოთ, რაღაც აი სუფრა არის იდეაში გაშლილი, აი რაღაც ეგეთი რა. ხო და რა კარგი აზრია, იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად ეშვები თან. ხო და ნუ კი. მივაყოლოთ წვენი. მე ეს არის სამსახურიდან მოვიდა. მართლა მოშიებული. ეს არის კაპრისანის წვენები, რომელიც სპარში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ მეგობრებო. სხვადასხვა ხილის წვენებია, ასევე ბავშვებისთვისაც და მოზარდებისთვისაც საუკეთესოა. და ძალიან მარტივი დასალევია, თან უკან საწრუპი მოყვება და ესე გაგვიმარტივდება საქმე, რომ უცებ თან მივირთმევთ. მე ამომჭერით რა რომ ჭამ ძალიან ბევრს ჭამ. ნუ კი, სამი გემოსია აქ პორტოხალი, ვაშლი და ალუბალი. რომელს გახსნი? შენ რომელი გიყვარს? მე პორტოხალი.
ალუბალი? ალუბალი. ეს მე მგონი შერეული. ბოდიში, ვაშლი კი არა, ეს არის შერეული. აი შერეული იყოს. აბა ნახოთ. ეს მეგობრებო შეგიძლიათ სპარში შეიძინოთ. და აბა ნახოთ, ესეც გავბრდღნათ. მე ბავშვი რომ ყავს, მეტყობა ყავს შენ ბავშვი? არა. აი შენც გეტყობა ხედავ? აი, ვიცი წვენის გახსნა როგორ უნდა. გახსნა როგორ უნდა ეს და შეტიკნო. აბა, აბა. აი ესეთი წვენები გვაქვს. დავაყოლოთ. ცანსაყრელი. შენ ყველაზე გემრიელს რას აკეთებ? მაკარონს, პასტას, აი მაგალითად პესტო соუსთან ერთად ძალიან მიყვარს და ამას წინათ დავამუღამე რაღაც რეცეპტი ვნახე, გამომშრალი ჩირის პამიდურები რო არის. აი ეგ წყვილ დაჭრილი ძალიან უხდება. პესტოს თავად აკეთებ თუ? არა, პესტოს ყიდულობ. ეხლა ეს უფრო მაკარონს შენ თვითონ აკეთებ? არა, ეხლა ესე მაკარონს რაღაცებს არ ვაკეთებ, მაგრამ მაკარონს ხარშავ და ზედ პესტოს соуს აკეთებ, ხო? კიდევ რაღაც აი რო გითხრა რომ უფრო მარტივ საჭმელებს ვაკეთებ ესე, იმიტომ რომ თუმცა რომ ეხლა მაკარონს ესე ცალკე ვერ გავაკეთებ. გააკეთებ ზანადვილია. არა, გავაკეთებ, ცომს გავაბრწყელებ, მე იმას ისე ხო, მაგრამ რო გეზარება მაგიტო არ მიცდია სხვათა შორის. უმარტივესია კვერცხი ცომი ეგ არის. შენ აკეთებ ხოლმე ეს მაკარონს? კი, მე ეს მანქანაც მაქვს. აუ, რა მაგარია ეგ. სპაგეტის ვაკეთებ. და პესტოს რაღაცებს ასევე შენ თაკეთებ ხოლმე? რას? ანუ შენ კარგი მზარეული. მე და ჩემი ქმარი გიჟივით ყველაფერს ვაკეთებთ საერთოდ. ხო. და ეხლა რა მაინტერესებს, იცი? მას შემდეგ რაც შენ ამერიკაში გადაცხოვრდი და გადახვედი, შეიცვალა თუ არა შენი კულინარიული გემოვნება ან თქვათ კი, რაღაცები? კი, ძალიან შეიცვალა. იცი რა თვალსაზრისით რაღაცეები გავსინჯე სხვანაირი, აი თუნდაც ახლა მაკარონი, ხო? ეგეთი მაკარონი რომ სადღაც რესტორანში ნიუ-იორკში გასინჯო გამორიცხულია რა, ეს სახლში მოხარშული, ანუ ეგ აუცილებლად გაკეთდება თავისით. აი სუშის სხვა რაღაცა, სუშის აქ სხვა გემო აქვს, იქ სხვა გემო აქვს, ხო აქ რაღაცა ყველით არის ხოლმე სუში, იქ ეგეც იშვიათად თუ ნახავ, იქ მაინც აი საშიმი არის. რაღაცები არის რა სხვაობა და ნუ მაინც კულტურულად სხვა პიცა თუნდაც პიცა აქ ჩვენთან არის უფრო იტალიური პიცა, უფრო ისეთი აუთენტური რაც იტალიურია. იქ არის ნიუ-იორკ სტაილ პიცა, ანუ სხვანაირი პიცა და ეგეც განსხვავებულია. ნუ პლუს კიდევ ჩემი ქმარი იმდენად ბევრს აკეთებს საჭმელებს, რომ სულ ერთად ვაკეთებთ ხოლმე რაღაცებს. ამიტომ მაგ თვალსაზრისითაც ბევრი ვისწავლე მისგან კიდე გადაცემაში ვიყავი აქ ბრძოლაში შეფების. მეც რა ერქვა? ხო, ის რა ერქვა? ფორმულაზე. არა, მაშინ იმას სამზარეულოს ომებში. სამზარეულოს ომებში ვიყავი, რომ რით ვერ დავემახსოვრე სახელი. და მივედი ფინალში. ანუ კარგად იცი ესე იგი. ძალიან კარგად, კი. ეს ბავშვობიდან აკეთებ შენ საჭმელებს, თუ თქვა მე უფრო. ბავშვობაში აიც როგორ რაღაცა იყო, კარგი ხელი მაქვს იყო, ეს სამეგობროში ეს საუბარი, რომ კარგი ხელი აქვს, რაღაცა სუპებს ვაკეთებდი ხოლმე, ნაბახუსების სუპებს, ხო, იცი დილას რო ნაბახუსებზე ხო რაღაცა 20 წლის გოგოები რო სადღაც წახოთ, დილას გემრიელი სუპი რო გინდა ცოტა ცხარე, აი ეგეთ დონეზე. და მე ნელ-ნელა უკვე დავიწყე განვითარება რაღაცები, გავიგე რომ აჰა, ეს იმას არ უხდება, ეს იმას უხდება, მოდი აი ამას გავაკეთებ მე თვითონ და რაღაც გადაიქცა ეს უფრო ძირ საფუძვლიანი კეთება. ეხლა შემიძლია ნებისმიერ რაღაცას გაკეთება. ანუ ხა რომ მიმიშვა აჭარულ ხაჭაპურს გამოგიცხობ აქვე. ან თავის ცომი, ან თავის ყველია, ყველსაც გავაკეთებ მე თვითონ. აი, გამოვიყვან. ანუ ყველს ამოყვანაც ვიცი. ანუ ის კი არა რომ წავიდე და ყველს მოვიტან, არა, ამოვიყვან მე თვითონ, ისეც რომ გემო სწორი იყოს, ანუ მარილი საკმარისი იყოს, ანუ რძეს ვიყიდი, სწორი ცხიმიანობის დავამატებ იმ ამოსაყვანს, ყველაფერს გავაკეთებ, ამოვავლებ, გინდა სულგუნს, გინდა იმერულს ნებისმიერს გავაკეთებ მე თვითონ. და იცი ამთხარი აი ამერიკაში რამდენად არის ეს პროდუქტები ისეთი, რაც გჭირდება ხოლმე თუ ქართულს აკეთებ. კი. და გეუბნები, ყველიც ჩვენ თვითონ შეგვიძლია რომ ამოვიყვანოთ და შესაბამისად ჩვენ თვითონ გააკეთო რა მოცარელის მსგავსად გააკეთებ უბრალოდ და რაღაცა ჩვენ ძალიან ბევრი სუნელები მიგვაქვს აქედან აი ლობიოს მხოლოდ ქართულს ვაკეთებ. იმის და მიხედვით რომ ამერიკაში ძალიან პოპულარულია ლობიო როგორც ასეთი, იმიტომ რომ აი მექსიკური და ლათინოამერიკული ქვეყნები ძალიან ხშირად იყენებენ ლობიოს. ჩვენ ყოველთვის ლობიოს ვაკეთებთ აი ქართული სუნელებით და ყველას უყვარს ვინც ჩვენთან სტუმრად მოდის რომ ღმერთო უცხო გემო ეს რას აოცრება, აქამდე რატო არ ვაკეთებდით ლობიოს ასეო
მართლა გეუბნებით ხალხო, ლობიო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელი არის ჩვენ სამეგობროში. და ამერიკელებსაც რო ამერიკელებს გულისხმობ, ხო, თორე ქართველებმა ყველამ ვიცით ლობიო. ნუ მათთვის მართლა განსხვავებული გემოიქნება. ძალიან განსხვავებული, მით უმეტეს რეცეპტებს არ იწერენ მე. კი, და სუნელები რო არა. სუნელები ჩაგუტანია. კი. კი. ყოფილა შემთხვევა, რომ ეხლაც წამოსული რომ არ მთხოვეს, რომ აი საცივი სუნელი მინდა, ლობიო სუნელი რაღაცებს, სუსუსუ გთხოვ უცხო სუნელი რაღაცებს. და ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული სუნელები, აი თუნდაც საფრონი, ხო, ყვითელი ყვავილი. ჩვენ კი გვაწერია საფრონი, მაგრამ ნუ ეს არ არის რეალურად ის საფრონი, რომელიც იქ აქვთ და აი ეს რაც ჩვენ გვაქვს იქ არ არის და ესეც ძალიან განსხვავდება. და მოკლედ რა საგრძნობლად განსხვავდება და საერთოდ გუშინ წავიკითხე სხვათა შორის რომ 20 და რაღაც ადგილზე არის ქართული სამზარეულო სოფლიოში, რაც აი უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ 3 მილიონი ვართ და არ ვართ 30 მილიონი, მხოლოდ ამიტომ გასაკვირია ძალიან. საერთოდ როგორი გასაკვირია რა 3 მილიონი ადამიანი ვართ და აი მოდის სფეროში გინდა დემნა გვასალია, გინდა ვინც გინდა, ხო, წამყვანი. საუკეთესო მოდელი მატილდა, ანუ ყველგან ეგ არის. არ ვიცი, რა სფერო გინდა, ყველგან არის ქართველი, ამ დროს ფეხბურთელი საუკეთესო ხო ყვა არა. აი სად გინდა რომ გაიხედ, გამოიხედო ყველგან ქართველები, ამ დროს ვართ 3 მილიონი, ანუ ძალიან ცოტა ვართ. აი ერთი უბანი ვართ ნიუ-იორკის. რეალურად ვართ ერთი უბანი ნიუ-იორკის. მთელი საქართველო რა? მთელი საქართველო. და ამ დროს ვახერხებთ და ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი, ბაწარი ჩვენი გამოგონილია, თაფლი ჩვენ გამოვიყვანეთ, ღვინო ჩვენი მოგონილია. ანუ აბსოლუტურად ფენომენალური ქვეყანა არის, ფენომენალური ნიჭით და ფენომენალური წარსულით და მომავალითაც. ჩვენ ვართ, აი ყველაზე მეტად ვამაყობ ხოლმე, ცოტა გადავუხვიოთ ამას, მაგრამ მაინც ამერიკაში ხო არის რა რაღაცა 60-იან წლებში ქალებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება და რაღაცა, ჩვენ ყავდა თამარ მეფე. მე-12 საუკუნეში. სად თქვენ რომ მოდიოდით, ჩვენ უკვე მივდიოდით რა. აი და უკვე წამოსულები ვიყავით. ყველას ვეუბნები ამას, რომ ჩვენთან პარლამენტში ქალები კენჭში ყრიდნენ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც უმეტეს სამყაროში ქალებს ხმის მიცემის უფლება აქვს. ანუ ძალიან წინ ვართ, ძალიან პროგრესულები ვართ, ძალიან მაგრები ვართ და საჭველშიც ახლა ისევ დაუბრუნდები ამ თემას, რადგან პოდკასტი მაინც მადის აღმზრელი არის, კარგად თქვა და თავიდან ესე ვიძახდი. ნუ მოკლედ საკვებშიც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე განსხვავებულია. არაფერი არ გავს არაფერს. არაფერი. არ არსებობს, რომ მიამსგავს რა. ეხლა ლათინო ამერიკაში მაგალითად რაღაცები ყველაფერს გავს. ხო, ბურიტო, ესეთი ბურიტო, ისეთი ბურიტო, რაღაც. საფრანგეთი, იტალიაც რაღაცები გავს ერთმანეთს რა, გინდა არ გინდა. ევროპაშიც ქართული არაფერი არ გავს. მოდი ხშენი ლაპარაკე და მე შევჭამკენ. ხო, არა, იცი რა არის, მე მაინტერესებს მეც ერთ წამს ჩავკბეჭთან და მე ერთი წამი ისმოვარო. პაუზა. ეს უნდა დაგვემთავრებინო და მე გველაპარაკო. მაგრამ მუღამიერს არის რომ ძალიან უხერხულად გრძნობ მაყურებელთან თავს რომ ჭამ. მაგრამ თან ძალიან გემრიელია. და შაურმაზე უარს ვერ ვიძახი. ხო, რა. აი ძალიან გემრიელი რაღაცები აქვს, აი კარგად მიდის. და ძალიან უცნაურია. ხო, ძალიან უცნაურია. ხო, უცნაურია, ხო. მერე გაგასინჯებ, კიდე აქვს ბურგერები. ხო, ბურგერი ჩავ. შქმერული соуსით. აი ნივრის ზეიმია. ნუ ბენს რამდენად უყვარს აი ეს ქართული კერძების მომზადება? ძალიან. ხშირად ამბობს ხოლმე რომ მოდი ქართული გავაკეთოთ. სულ. აი აკეთებს ჩახოხბილს, ხარჩოს, აჭარულ ხაჭაპურს სახში ვაწყობთ. ლობიანს, ლობიო ამოსელილი ისეთი აი ლორით, ყველაფერს ვაკეთებთ. და იცი რა მითხარი, აი ეს გამოძახებით თუ იძახებთ ხოლმე? არა. იშვიათად. ძალიან დაღლილები უნდა ვიყოთ. ძალიან დატანჯულები უნდა ვიყოთ, რომ გამოვიძახოთ რაღაცა. ძირითადად მაინც ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. აი ამერიკული ქორწილები მაინტერესებს როგორია? ვიცი რა კარგი ამერიკული. შეხო იქონდა. მე იქ მქონდა და ზოგადად ამერიკული ქორწილები არის ძალიან მაგარი რაღაცა. ჩავკბიჩავ და მოგეყვები. ხო, მე იცი. არ უნდა მშიოდეს, რატომ მომიყვანა ესეთი მშიერი?
არ ვიცი მეც შეერ ვიყავი და აი დღეს რო ვიცოდი რომ აქ უნდა მეჭამა, მაგიტომაც უფრო იმედიანად ვიყავი. ეს სტანდარტული ქორწილი იწყება cocktail hour-ით. ანუ ვიდრე ყველანი დასხდებიან და ეს ცერემონია, იქ ხო ცერემონია ესე ხო არ არის ეკლესიაში, თუმცა შეიძლება ეკლესიაშიც იყოს რა ეგეთი სხვა. ეს cocktail hour ნიშნავს რომ ბარი არის, სადაც კოქტეილებია, ასევე მიმტანები დადიან ხოლმე რაღაც სასმლით და არის შეიძლება იყოს სუში ბარი, შეიძლება იყოს რაღაცა კანაპე. ის. მე მიდიხარ ეს თვითონ ცერემონიაზე, იქნება ეს ეკლესიაში თუ აი რაღაცა გარეთ, არ აქვს მნიშვნელობა. მე ამის მერე უკვე არა რესტორანში, ძირითადად რაღაცა რაღაც ვენიუში, არ ვიცი, შეიძლება იყოს ეს დახურული დარბაზი, შეიძლება ეს იყოს ვიღაცის სახლი, არ აქვს მნიშვნელობა. იქ ყოველთვის არის ხოლმე სამი კურსი, ანუ პირველი აპეტაიზერი, მერე მთავარი, მერე რაღაც მეორე მთავარი და ბოლოს დესერტი, ანუ ნამცხვარი. ჩვენსავით ესე სუფრა არა. ხო, აი ეგ მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ სუფრა ზოგადად მხოლოდ ქართულია. ხო, თან თუნდაც ამერიკაში ხო სუფრას ეძახიან აი უცხოელებს, რა ისე არა რომ თქვა თავისით გადათარგმნოთ, მაგრამ სუფრა აშკარად ქართულია. სუფრა, ხო, სუფრა მე ვფიქრობ, რომ აი, არ ვიცი. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავი არის დედამიწაზე, რომ ჩვენ გვაქვს ახლა ცოტა ხნის წინ ვიყავი ქორწილში ბათუმში გითხარი, ბენს უგზავნიდი ფოტოებს მაგიდაზე, ესე იგი, ასე ხო იდო რაღაცეები, ზემოდან ხო იდო რაღაცეები და მე კიდე ზემოდან იდო რაღაცეები და 4 სართულიანი იყო, ოღონდ, ანუ აი ესე იდო ყველაფერი და ეს ძალიან ნორმალური ამბავია ჩვენთვის ეს სანახავად და მანდ მივხვდი რომ აი ბენისთვის ეს არ არის ნორმალური და გაგიჟდება რომ გადავიღე და ვაჩვენე ეგ შეშლილი იყო რომ ამდენი საჭმელიო აი როგორ მაგრამ ვართ ჩვენ ჭამისტი ხალხი გვიყვარს ჭამასმა ღვინოც რამდენი ისმევა ხო სად გაგონილა რომ ეს 3 ლიტრიანი ოპ და დაილიოს ხო განსხვავებულები და რაღაცა გამორიცხულია და ამ დროს აქ აი არის ერთი ამბავი და მომწონს იც როგორ მომწონს და სხვა შესახებ ამ ქორწილში ვიყავი ყველა ცეკავდა ქართულს და ეგეც როგორ მომეწონა იცი რომ მიდიხარ ემიგრაციაში იწყებ დაფასებას იმ რაღაც ტრადიციების რაც აქ იც როგორ არის აქ რო ხარ ეგ გონია რომ ეგ თანამედროვება არ არის რა უფრო თანამედროვე მუსიკას უსმენ რა ქართულს არ უსმენ აი ეს არა ეს რაღაცა არა და არა პირიქით აი ეგ მომწონს ქართული სიმღერა, მომწონს ქართული ცეკვა, მომწონს ქართული საჭმელი, მომწონს ქართული სამოსიც კი. აი აქცენტები ქართული რაღაცა, ქართული დიზაინერები. საერთოდ ვცდილობ ეს დავრწმუნდი რომ ეს არის ემიგრაციის ამბავი რა, როცა იქ მიდიხარ, მაშინ აფასებ ყველაფერი მაცვია ქართული. აი ეხლაც აი თავიდან ბოლომდე მაცვია ყველაფერი ქართული. ფეხი იქნება, ზემოდან იქნება, არ ვიცი კიდე რა მიკეთია ისეთი. ყველაფერი ქართული ვჭამ ქართულს, მაცვია ქართული, რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ ქართულს. აი ამერიკულ დღესასწაულებზე საინტერესოა აქვთ ხოლმე ხო ტრადიციები. ამერიკელები საერთოდ ცხოვრობენ დღესასწაულიდან დღესასწაულზე. ხო, აი მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ესეთი დღესასწაულია მადლიერების დღე. აი ნახე როგორ არის, აი სექტემბერი იწყება სექტემბერშივე იწყება დღესასწაულები, ანუ ეს მართლა ესე არსებობენ, აი დღესასწაულიდან დღესასწაულზე და მართლა აი სუპერმარკეტში შეხვედი და იცვლება სეზონები დღესასწაულების მიხედვით. აი სექტემბერი არის ესე იგი სკოლის დაბრუნების სეზონი და მანდ არის რანკაპური და ასე შემდეგ და ასე. ხო, რა საჭმელებია ეგ მაინტერესებს მაგალითად, ხო, თქვა სხვადასხვა იმაზე. ნუ აი სექტემბერში სიმართლე გითხრა არ ვიცი რა უფრო მეტად და გამოირჩევა. აი სექტემბრის ამბავი არ ვიცი, ოქტომბერში იწყება ეს გოგრის ტარტები. და გოგრა აქტიურად შემოდის თამაში. და ჰელოვინი მოდის. ხო, იწყება აუცილებლად ძალიან მიყვარს ეგ სასმელი და ყველა ვინც ჩამოდის ხოლმე ნიუ-იორკში აუცილებლად მიყვავს ამის დასარავად, ეს არის ვაშლის წვენი ცხელი. საიდერს ეძახიან, ანუ ვაშლის წვენი არის ცხელი დარიჩინით. რომელსაც აუცილებლად მოყვება დონატი უყველაფრო ძალიან მშრალი დონატი და ერთად ეს არის აი ნუ არ ვიცი აი თუ კი არსებობს რამე სასწაული აი ეგეთი გემო აქვს და მთელი ნიუ-იორკი ესე მოეფინება ხოლმე ამ დარიჩინის სუნით და ამ ვაშლის სუნით ეს არის სადღაც ოქტომბერი აი ჰელოვინის მიწურულს მერე მოდის მადლიერების დღე სადაც აუცილებლად არის ინდაური აუცილებლად არის სტაფინგი არის აი ცეზარში რო კრუტონებია ხო იცი აი ეგეთი ნივრით და რაღაცები თქონდ წარმოიდგინე რომ ეს არის აი გადალესილი ერთმანეთში ეს პურები. ძალიან გემრიელია. აკეთებ სახლში მაგას რა თქმა უნდა. ეგ მე აქვთ კიდევ აი ჩვენ ღომი რო გვაქვს, ეგეთი აქვთ ოღონდ ტკბილი. ხო, ტკბილი სიმინდივით. ტკბილი სიმინდივით ეძახიან მაგას corn stuffing თუ რაღაცა ეგეთი. ეგ gravy არის აი რაღაცა
რაც რჩება იმისგან, რა ქვია, ინდაურისგან, აი იმ წვენს იღებენ მე და აკეთებენ ნახარშივით არა, соусივით აკეთებენ, აი სქელი соуსი, მაიონეზის ვიძია, მაგრამ მაიონეზი არ არის, გრეივი არის ეგ, რომელიც ისხმევა მე ზემოდან. ასევე არის cranberry sauce, არ ვიცი cranberry როგორ არის, მოცვის соуსი, ჟელესავით არის, ეგ იცი როგორი გემრიელია. მადლიერების დღის სადილი, მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან ბევრი იძახის, რომ ბურგერი არის ამერიკულიო. საერთოდ არ ვეთანხმები, ამაში ბურგერი არის გერმანული საჭმელი და არაფერ შუაში არ არის ამერიკულთან. ამერიკული ტრადიციული არის სწორედ მადლიერების დღის სადილი, რომელიც ნუ აი არაფერი მსგავსი სამყაროში არ არსებობს, მარტო მათია და ყოველთვის როცა მეკითხა მე ბურგერი და ფრი არა, ეგ არ არის ამერიკული არის მადლიერების დღის სადილი. მერე მოდის შობა ანუ ქრისმასი, სადაც ხო აუცილებლად არის ეს ორცხობილები, შობის ორცხობილებს ეძახიან, ჯინჯერის და არა მარტო. გამარჯობა. მოდი. ჩაწერა გაქვს? კარგად, შეხარ. მოდი, ჩაშალე. მუა. როგორ ახარ? ესეთი ეგიდუნაში. ხოთა ესა ველოდები, მაგრამ რა შაურმები ჩამეწმიდა. წარმატებული. როგორ მაინტერესებს? სხვა შეს რა კარგი გამოვიდა რა ჩვენი გადაცემა. ძალიან მაგარი. ნამბერ 1 ხარ. მე მაინტერესებს მარილი თუ გიყვარს. მარილი მიყვარს. ხო, ეს არის ლოს-ალტის მარილი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც შეიცავს 66%-ით ნაკლებ ნატრიუმს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იგი სითხეს არ აკავებს ორგანიზმში, შესაბამისად არ აშუპებს ადამიანს, წნევას არ რეგულირებს და აქვს ძალიან კარგი თვისებები ჩვეულებრივი მარილისგან განსხვავებით. ასევე თუ დიეტაზეც ხარ და რო არის ხოლმე რომ აი მაგალითად სასწორზე არ იკლებს კილოგრამი, შეიძლება იმიტომ იყოს, რომ სითხეა ორგანიზმში. მარილი არა და ძალიან სასარგებლო რამეა. ძალიან სასარგებლოა, ну რა თქმა უნდა დოზირებულად ზღვარი უნდა დავიცვათ ყველაფერში და ამას აქვს ესეთი მახასიათებლები, რომ შეგიძლია უფრო ჯანსაღად მოიხმარო ლოს-ალტის მარილი. მე მინდა რომ გადმოგცე საჩუქრად. ძალიან დიდი მადლობა. დააგემოვნო, გამოსცადო და შეაფასო. ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად. დღესვე რაღაცას გავაკეთებ. კი. ანუ გიყვარს მარილი. კი, მარილი მიყვარს. მარილის გარშემო მგონია რომ საჭმელი ისეა, გემოს ისე ვერ გრძნობ. კი, მეც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ აი ცოტა მარილს გავაკეთებ და უკვე სხვანაირად ხო, იხსნება გემო, რაღაცნაირად იხსნება და იფურჩქნება გემოები. ძალიან ზოგი არის მართლა რომ აი ყველაფერს იაყავს. ნუ ეს უკვე ძალიან გადამლაშება, მაგრამ დოზირებულად ყველა სხვადასხვანაირი პირში გემო გვაქვს და ვერ გაიგებ. კი. მე ჩემ ყველა სტუმარს ესეც კითხვას ვუსვამ ხოლმე, რომ მადას რა გიღძრავს ცხოვრებაში? აი, ცხოვრებისეულ მადას, ანუ გადატანით მნიშვნელობით. გადატანით მნიშვნელობით? ხო, აი რაღაცა რის იკეთება, რა სიამოვნებს ცხოვრებაში, აი რაღაც მუღამს რასში მადა მოდის ჭამაშიო. აი რაღაცას რო ვაკეთებ, მაშინ მომდის მადაც რაღაცის კეთების, იმიტომ რომ ისე თუ ზიხარ და არაფერს აკეთებ, არასდროს არ გაგიჩნდება სურვილი რომ რაღაცა გამოგივიდეს და აი როცა იწყებ აი თვითონ კეთების პროცესში ყოველთვის მოდის მადა საერთოდ რაღაცის. ნებისმიერი საქმის. ნებისმიერი საქმის, ხო, ნუ აი წარმოგიდგე ვარჯიში, ხო, ვარჯიში ეს არასდროს არ მოგინდება, სანამ არ დაიწყებ ვარჯიშს. რო დაიწყებ ვარჯიშს, მე უკვე გინდება ვარჯიში, მე დამოკიდებ. საქმეც ზუსტად ასეა, ის სულ იძახო რა, აი და ეხა ჯერა რა, აი მე დავიწყო, მე შეიძლება არასდროს არ დაიწყო და აი ესე უნდა დაიწყო და აუცილებლად. მართლა რატო არის ხოლმე ეგრე, რომ აი სანამ დაიწყ, აი თუნდაც რაღაცა პატარა საქმეც რო გასაკეთებელი, რომ დაიწყებ უფრო რაღაცა პირიქით მოგწონს, მუღამში ხარ. აი რა პირობით ჭამაზეც მართლა ეგრეა. შეიძლება არ გშიოდეს, მაგრამ ერთ ლუკმას რო ჩაიდებ, მე ვეღარ ჩერდები და ჭამაც მართლა მადაც ჭამაში მოდის. ეს ზუსტად ეგრეა ყველაფერი. და ხო, რამდენ მნიშვნელოვანია ეს, რომ გადადგა პირველი ნაბიჯი ზოგადად ყველანაირ საქმეში. აუცილებლად ყოველთვის უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი. არასდროს არ მისცე საშუალება რაღაცა გარემოებებს რომ გაგაჩერონ. აი ხა ჯერ დრო არ არის, აი ჯერ დაველოდები, არასწორი მომენტი, არაფერი. ყოველთვის დაიწყე, ჯობია გააფუჭო ვიდრე არ დაიწყო. კი, შენ ქონია ესეთი მომენტი, რომ დაგიწყია, გაიკეთებია, გითქვამს, რომ აუ კიდევ კარგი ვორჭო, ისა რომ გავაკეთე და რაღაც რო ვორჭოფობდი, გადავაბიჯე ამ ყველაფერს. კი, აი ნუ კი კოსმეტიკსი.
ხო. რომელსაც ფიქრობ რა შუაში ვარ თქო მე ამასთან დავიწყე და ნუ შვილივით მიყვარს ახლა ხო ეს აბსოლუტურად არ იყო დაგეგმილი ეს იყო აბსოლუტური რისკი კოვიდის დროს როდესაც პირბადე გვეკეთა გავაკეთე წითელი ჭურჭელსაცხვი აი ეგ მაინტერესებს მართლა აი რატო გადაწყვიტე აი ნუკის დაარსება და საიდან მოვიდა აი საიდან მოვიდა მე მინდოდა კარგი ხარისხიანი პროდუქტი რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომ ფასად და მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ქართული და რაღაც იდენტობა ყოფილიყო ქართული და ქართველი ქალისთვის ყოფილიყო ეს შექმნილი და ნუ ასე გავაკეთე. ხო. პირველი იყავი ხო შენ და ალბათ როგორი იყო ხო თავიდან რო ელოდებოდი როგორი ხო აი წარმოვიდგინე როგორი რისკი იყო მტრეგით რაღაც არ არსებობდა და რო დავიწყე აი ვერ ხვდებოდი ანუ რას ვაკეთებ რისთვის ვაკეთებ ანუ არც ყოფილა სიმართლე გითხრა ეს რაღაცა ძალიან ეხა ისე გამომივა რა რო გეგონება ვიცოდი რომ გამოვიდო და არა არ ვიცოდი და რისკი იყო და სულაც არ ვაპირებდი და უბრალოდ გავაკეთე ჩემთვის და მე აღმოჩნდა რომ სხვებს მოეწონათ და მოდი მივაყოლე და მე ჩამოყალიბდა ასე ვთქვათ კომპანიად რომელიც ახლა ძალიან ვიბრძვი იმისთვის რომ ბევრ რაღაცას მიაღწიოს საზღვრებს გარეთაც. ხო და აი რისკი იყო შეხვამობდი რომ ადრეო საერთოდ არ გამომდიოდა მეიკაპი და ეგეც ერთ-ერთი მიზეზი ანუ ეს თითქოს გონია რომ აი შარლოტა ტილდბერიმ რო დაიწყო თავის მაკიაჟი ან მაგალითად ფეთ მაგრათმა ორივე არის ვიზო მარიო ვინც გინდა ხო ეხლა დღევანდელ რეალობაში ეგენი არიან ჯეფრი სტარი ვინც იცის გაკეთება ის უშვებს მაკიაჟს მე არ ვიცი და გამოუშვი ისეთი როგორც აი ჩემნაირებისთვის არის აი მე არა ვარ კოსმეტოლოგი მე მინდა ისეთი კრემი რომელიც იგრევე იმოქმედებს რა აი ყოველგვარი პროცედურების და მეზოთერაპიების გარეშე წავისვა და იმოქმედოს რა წავისვა ეს ჭურჭელსაცხვი და დაჯდეს რა აი მარტივი რო იყოს ჩემნაირებისთვის და ეს იყო პირველი და ასე ვთქვათ ისეთი რა სიტყვა რომ აი პროფესიონალური კი არა პროფესიონალური შედეგი ამ დროს მარტივ გამოყენებაში. თან ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა ყველა გეუბნება ამას არწმუნებული ვარ, თუმცა მეც მინდა გითხრა, რომ შენი მიდგომა თუნდაც ძალიან გულწრფელი, ყველაფერში რომ ახედებ შენს მაყურებელს. კი, აი თავიდან ბოლომდე ყველაფერში არიან ჩახედებული. ხო, აი ეს თითქოს უფრო გაახლოვებს, თითქოს აი უკვე როგორ არის ისი ადამიანი რომ შეგხვდეს ქუჩაში, აი ჩემი ნუკი როგორ, აი ისი არ არის რომ მე ხო ნუკის ასე უნდა აი რაღაც თითქოს იმიტომ მეგობრო, არა ჩვენ მეგობრობთ მე და ჩემი გამომწერები და ჩემი მომხმარებელიც მეგობრობთ. იცი რატომ? იმიტომ რომ კრიტიკასაც ვიღებთ. აი ყოფილა შემთხვევა რომ მოუწერია მომხმარებელს და ჩვენ ვსწავლობდით ამაზე. აი მართლა იყო ეგეთ შემთხვევა, როდესაც გითხრას რომ იცით რა არის აი ეს ტონალური, აი ამის ფერი რაღაცა და აბა შევცვალოთ. აბა გავაკეთოთ. ეს არის ბრენდი, რომელიც აკეთებს პროდუქტს თქვენთვის და თქვენთან ერთად. ამას ვიმეორებ სულ მუდამ. ერთი რომ ვაკეთებთ თქვენთვის და თქვენთან ერთად და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. აი ახლა დავასპოილერებ და ვიტყვი რომ აი ძალიან ბუმი იყო ამ ორაგულის სპერმაზე. აი ორაგულის სპერმა კარდაშანებმა გადაირტყეს ეს სპერმა თავზე ღირსებზე ყველგან და ყველა მომწერა სათითაოდ რომ მედიკიუბი აკეთებს ამ ორაგულის სპერმას ძალიან ძვირი ღირს საქართველოში ძალიან ძვირი ღირს მედიკიუბი არის წამყვანი ეს კორეული ბრენდი არის ეგრე არ უნდა თქო დაუკავშირდით მედიკიუბის ტექნოლოგიებს დაგვეხმარნენ ძალიან დიდი ეკონომია გავაკეთეთ შეფუთვაზე რომელიც არ არის ისეთი აი პლასმასას რომ მოკიდებ ისეთი არ არის როგორც მედიკიუბის და ნუ ისინი სხვანაირს აკეთებენ ჩვენ გავაკეთეთ ბევრად უფრო ისეთი იაფასიანი და თვითონ ყუთიც და გავაკეთეთ ძალიან მისაღებ ფასი flawless ფილტრი არის ესეთი ტონალური შარლოტა ტილდბერის რომელიც აი ფილტრი წაიღო Sephora რა არასდროს არ არის მარაგი ყოველთვის გაყიდულია $70 ღირს ესეთი შეკრა არის ავდექი გავაგზავნე ჩემს ტექნოლოგიებთან დავადუპე ერთ-ერთში და ახლა გამოდის. ძალიან ბევრმა სხვა ჩვენს დამიწერა რომ აი დადუპება რა პონტია და რაღაცა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესე არის მთელ სამყაროში ახლა ხო აი ელფმაც გააკეთა მსგავსი. ელფი არის ზუსტად შარლოტას დუპი. არ არის მთლად შემადგენლობა ცოტა სხვანაირია, ჩვენ უფრო მეტად დავადუპეთ, მაგრამ მოსულა. ნუ ეგრე ითვლება. ხო, მოსულა. პეთმაგრათი, თვითონ პეთმაგრათი, რომელიც ითვლება ასე თქვა დედად, ის თვითონ მუშაობს სხვათა შორის რამდენიმე სხვა ბრენდზე, სადაც ადუპებს თავისივე რაღაცებს. ანუ ეს მოსულა და ეს არის მოგების, წაგების და ასე შემდეგ და კომპანიის თვითონ პოზიციონირების ამბავი რა. ახლა ვიღაცა პოზიციონირებს როგორც აი ევროპული სახისმოვლის ხაზი ან რაღაცა ეგეთი ხო მათ ეს ნიშა აქვთ ხო ვიღაცა პოზიციონირებს როგორც ძალიან როგორ თქვა high end რაღაცა ხო ესეთი ვიღაცა ეს ყველაფერი ხო მარკეტინგია ჩვენ არ პოზიციონირებთ როგორც არაფერი ჩვენ პოზიციონირებთ რა გინდა რა გინდა შემდეგი რა გინდა სულო და გულო რა გინდა სულო აი და შენ მეუბნები რაღაცა მინდა გავაკეთებთ
ხო და ჩვენ ყოველთვის ველოდებით ჩვენგან ესეთ საინტერესო შემოთავაზებებს და ძალიან სასიამოვნოა მართლა რომ ყოველთვის უსმენ მომხმარებელს და არ ახარ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის მოусმინო იმიტომ რომ ფიდბექი არის ვერ წარმოიდგენს აი ყველაზე სხვა საინტერესო ჩვენ გვაქვს ჰიპოალერგიული პროდუქცია და გქონდა ესეთი შემთხვევა ჩვენ გვაქვს ფიქსატორი ძალიან მაგარი ფიქსატორია აი გარდა იმისა რომ აფიქსირებს ყველაზე ცუდი ტონალური რო წაისვა ძალიან ბევრი მე იმითი რომ იფიქსირებ რაღაცნაირად და დნება შენ soft რაღაც თუმცა გვაქვს გამოყენებული რა იცი მარგალიტის ფხვნილი მარგალიტები იფშხნება და მაგიტომ არის ესეთი თუმცა ჩვენ არ ვიცოდით რომ არსებობენ ადამიანები ვისაც ალერგია აქვს მარგალიტის ფხვნილზე და შეხედეთ თვითონ ეს სითხე რაც არის ჰიპოალერგიული მაგრამ აღმოვაჩინეთ რომ არიან ადამიანები ვისაც მარგალიტის ფხვნილზე აქვს ალერგია ამას შენ ვერ გათვლი და არ იცი და გქონია შემთხვევა რომ ადამიანმა თქვა რომ ვაიმე იცით რა არის რა თქმა უნდა ეგრევე გავითვალისწინეთ ეგრევე გავაგებინეთ სულ ყველას აი ეს არის აი სწავლის პროცესი რა აი არ არსებობს რომ არის სწავლო არ არსებობს რომ არ გაითვალისწინო რაღაცებს სწავლობ რაღაცებს ცვლი რაღაცებს აუმჯობესებ და მოკლედ ამაზე მუდამ მუშაობთ შეცდომა რომ არ დაუშვა ისე რა გამორიცხულია ჩაი ბრეიკი მინდა რომ შემოგთავაზო ჩაის შესვენება დღეს უნდა დავაგემოვნოთ ბუეთის ჩაი რომელიც ტყიბულის პლანტაციებშია დაკრეფილი 100%-ით ნატურალური ყველანაირი დანამატების გარეშე და არსებობს როგორც დასაყენებელი ასევე ერთჯერადი დღეს ჩამოგისხამ დასაყენებელს და მოდი ახლა ნახოთ როგორ მოგეწონება სხვადასხვა სახელის ეს მწვანე ჩაი არის მწვანე ჩაის მეც სიგურ ქვია არის წამს აი აქ რაღაცა ბუშტებს რო აკეთებს ხოლმე ჩაი ესე ისმევ ეს რაღაცა საჩუქარი მოდის წოდით კი ჩაიში ოღონდ მარტო ჩაიში ეს არის პრემიუმ მწვანე ჩაი მცენარეული ესე ქვია აი მე რა კარგი სუნი აქვს უგემრიელესი ჩაია გიყვარს ჩაი? მიყვარს ჩაი. გაგიმარჯოს. ძალიან გემრიელი ჩაია. რანაირი გემოაქვს? ხო, რაღაცნაირი ძალიან მკვეთრია, მძაფრი გემოაქვს, ძალიან ვისაც უყვარს მძაფრი გემოები და სუნები, ეგარი. მე მიყვარს. რა კარგი პოდკასტი გაქვს, მოდი მაგაზე ვილაპარაკოთ. და ეხა მოიცა გავსკდი ჭამით, იქ დავლიე წვენი, მივაყოლე ჩაი. არ წავალ მე. ხო და საჩუქარიც მაქვს. საჩუქარიც აქვს. ბუეთი გადმოგცემს ჩაის დიდი მადლობა სახეობას. აქ არის როგორც დასაყენებელი ასევე ერთჯერადი. აუ რა ბევრია ძალიან. ბევრია, ნახეთ რამდენიერი სახეობა. ხო და მოკლედ დააგემოვნე. ძალიან მიყვარს ჩაი და უდიდესი მადლობა. ინტერესებს ახლა დაიწყე შენ დაუმონტაჟებელი ბლოგები, ხო? და აი რატო გადაწყვიტე ეს? მანამდე ქონდა ბუბუსთან ერთად, ხო? იცი რა არის, რაღაც უნდა მოსინჯო საკუთარ თავი. მე საერთოდ YouTube-ი ძალიან მომწონს და ძალიან მომწონს YouTube-ის ეკოსისტემა, ანუ აი ხალხი, ვინც YouTube-ის მაყურებელია, ძალიან მომწონს. ეს ხო ყოველთვის სხვა, აი Instagram-ზე სხვა ხალხია, Facebook-ზე სხვა ხალხია, TikTok-ზე სხვა არის და YouTube-ზე სხვა. აი ძალიან მომწონს YouTube-ის ხალხი, Instagram-ის ხალხი ძალიან მიყვარს. Facebook-ის ხალხთან ცოტათი. ცოტა იქ ძალიან უყვართ, ხო, ცოტა უყვართ იქ რაღაცა რომ გაგლანძღონ გემრიელად. ხო და YouTube-ი მომწონს და მოვსინჯე პოდკასტი მივხვდი რომ ეს ჩვენი არ არის, რაღაცა ვერ წაიღო. ასე ვთქვათ, რთული იყო თან, იმიტომ რომ იმას სხვაგან რიგი აქვს მე ბავშვები, ესე ვერ დაამთხოვა რა და უნდა და მე მივხვდი რომ მე ვარ აი ზეჭორიკანა ადამიანი. მე მიყვარს ჭორება, მე მიყვარს ხვის ცხოვრებაში შეჭყეტვა და ამიტომ მოდი რა ჩემს ცხოვრებაში შევაჭყეთ ხალხს თქო და ყოველ დღე გავდივარ ეთერში. შენ წარმოგიდგენი, კვირაში ერთხელ კი არა, ყოველ დღე იდება პატარა, რაღაც 30 წუთიანი, 40 წუთიანი, გააჩნია 20 წუთიანი გადაცემასავით. დაუჭრელი მასალა, წავედი ვიყიდეთ რაღაც მოვედი შენთან პოდკასტში, ხა წავალ სახში მივალ დავალაგე ბავშვს ვაჭმა, ყველაფერი გადის. აი ეს როგორი რაღაც არის, აი რო ჭამ სამსახურში ან სადღაც შესვენებაზე, რო ჩართავ და ფონად რო იქნება, აი არაფერს რო არ გაძლევს რა, არც ინფორმატიული არ არის, არც არაფერი, უბრალოდ ფონად გაუშვი, ხო. ძალიან, აი ხო, ძალიან კაი რაღაცა არის მართლა. არიღლები უბრალოდ. არა, მე ვგიჟდები. ეს ვიპოვე ჩემი თავი სიამოვნებს. ძალიან საყვარელი ხარ ამას რო ამბობ, რა ჭორი კანავა და იცი რატო ვიღაცები ხო ამბობენ, რომ შეიძლება არიან ჭორი კანა, მაგრამ აი არ ამბობს. საუკეთესო ჟანრია ჭორი.
აი ჟანრი არის, აი მიმართულება საუკეთესო არის ჭორაობა. აი ხაც ვიჭორაოთ. მოდი ვინმე გავჭოროთ. რა ჭორი გაგვიგია ბოლოს? შენ რა გაგიგია? მე კაი ხანია რა ვიცი ესე არაფერი. შენზე რა გაგიგია ბოლოს ჭორი? ჩემს არაფერი საინტერესო ჭორები არ არის. ჩემს რა ვიცი რა უნდა იყოს საინტერესო არაფერი. ჩემზე თან არ მეხარ ჭორა. ხო, სხვაზე ვიჭორაოთ, ხო. ხო, ვინმე რა, ვინ ვისთან დადის. ხო, ეგ არის ყველაზე ესეთი ხოლმე. ეგეთი ჭორები. მოიცა და მე რაღაც პატარა ბლიც კითხვა მაქვს მომზადებული და ესე ბოლოსკენ მივდივართ თან და ესე ქვია. ნუ დაასრულე ფრაზა. კარგი. ცხოვრება მასწავლა რომ არაფერი არ არის შეუძლებელი. სიყვარული არის ურთიერთგაგება. ყველაზე ძლიერი ადამიანები იცინიან ბევრს. ბედნიერება იწყება მაშინ, როცა ყავს ყველა ჯამრთელად. სიჩუმე უფრო ხმამაღალია, როცა გამარჯვება გინდა. და ბოლოს ერთ რამეს თუ ვისწავლით ცხოვრებაში, ეს იქნებოდა ბევრი იცინე და არასდროს არ გაჩერდე, იცინე. ბევრი იცინე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანია, აი სიცილზე, რა ვიცი. აი, როცა გამოწვევების წინაშე დგები, აი ესე იუმორით უდგები ხოლმე. ყოველთვის, აი როგორ უკიდურესად რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, უნდა კარგად იცინო რა ადამიანმა. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე აურას იქნი კარგს და რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ. ბევრს არ გამოზდის ხოლმე ეგრე. რთულია, მაგრამ უნდა დაამუღამო რა, უნდა. შენ ბევრი რამ დაამუღამე. კი, მე აი სიცილის ჯანკი ვარ. და ბევრს იცინი. ბევრს ვიცინი ყოველთვის. აი, თან რაღაცა მიყვარს ჩემ თავზეც სიცილი, რა რაღაც დებილობას რო გავაკეთე, მე მოდი რა ვიცი. კი, გაუბრაზდება, აი, მოდი ვიცი. ხო, ძალიან. და ერთი კითხვა მაქვს, აი, რაც უფრო იზრდები, რა ისწავლე ცხოვრებისგან? ნუ ვისწავლე ის რომ ცხოვრება არის სავსე სიურპრიზებით და არასდროს არ უნდა გაჩერდე და ყოველთვის აი არასდროს არ უნდა თქვა რაღაცა გესმის აი ცხოვრება მესმის ეს არ უნდა თქვა რა არაფერი არ გესმის არასდროს არ იცი როგორ შეიძლება შეწყდა არასდროს არ თქვა არასდროს იმიტომ რომ რაღაცები რასაც ფიქრობდი რომ არ მომეწონებოდა არ გავაკეთებდი არ ჩავიცვამდი არ მოვიხდე აი რაღაც ხო ხდები ყველაფერი ისე ხდება როგორც კითხვა აი მე არასდროს აუცილებლად შენ მაგას იზამ ერთ-ორ წელიწადში კი ზუსტად მეც მქონია ეგეთი რაღაცა და მე მგონი ცხოვრება გწდის სპეციალურად აუცილებლად ხო აუ და ერთი უნდა კითხო ძალიან ბევრი ადამიანისგან ვინც ამერიკაში ცხოვრობს გამიგია რომ ველოდებით საქართველოს ჩამოსვლას რომ აი ბიუთი რაღაცეებიო საქართველოში მოვიწევ და აი ეგ მითხარი რა აქ ხო ანუ საქართველოს ჯერ ესეთი უფრო წინ არის მე ასე მგონია ბიუთი რაღაცებში იმიტომ რომ აქ ქალებმა აი თუნდაც ფრჩხილები ხსანამ დაიწყებოდა გადაცემა მე და შენ ფრჩხილები განვიხილეთ ამერიკელებს არ უყვართ ამ ფრჩხილების გაკეთება დრო არა აქვთ რომ დაჯდეს 2 საათი გაიკეთოს გელლაკი ხო ან 1 საათი იქ შეიძლება მაქსიმუმ აი მოიწესრიგოს და ულაკოთ იყოს აი ეგ არის ასე ვთქვათ მოვლილობის პიკი უფრო იქ თავს უვლიან ისევ და ისევ უკრაინელები ქართველები რუსები აი რაღაცა ეს აქეთა მხარე რა სამყაროსი და შესაბამისად ყველაფერი აი ყველაფერი აქ ბევრად უფრო წინ არის შესაბამისად მეც რო ჩამოვიდე ხოლმე ერთი სული მაქვს რომ აი თმა დავიგრძელო წამწამები მოვიწესრიგო წარბები არც წარბებს არ ვიკეთებ არც წამწამებს ახლა ეს მოვიტყუე მაგრამ ფრჩხილები თმები სახეზე რამე თუ არის გასაკეთებელი ყველაფერი აქ უნდა გააკეთო ხო იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად აკეთებენ ძალიან კი მართლაც და სიმართლე არის ეს ყველაფერი ესე იგი უნდა დაგაგემოვნებინო ჩვენი დესერტი უშაქრო რა კარგია ესე გადასარევი პოდკასტია რა ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი აქ არის რამდენიმე შოკოლადი და ამოვიღებ ახლა ეს ბლინიც არის შენ რომელიმე დააგემოვნე და თქვათ შეაფასე რამდენად მოგეწონა რაღაც ასოციაცია ხო არ გაგიჩნდა ეს კოკოსი ყველა მომინდა ახლა და ესეც სხვანაირი ვაფლი კაი რომელი გავსინჯოთ ეს ბრაუნია სხვათა შორის ჩერით კაი მოდი გავსინჯოთ ბრაუნი ჩერით აბა ცოტა ისე იხსნება ეჯაჯგურე კარგად არა გადასარევად იხსნება არანაირი ჯაჯგური არ დასჭირდა ბრაუნი არის ალუბლის ჯემით. მე ჯემი მიყვარს ძალიან. აბა. გაგისინჯე. რა კარგი პოდკასტია. ეს უშაქროა? კი. ძალიან გემრიელია. ხო. ძალიან გემრიელია. ძალიან მიყვარს მე სხვა შორის ბრაუნი ყველაზე მეტად. ბრავო, რა ქვიათ? ბომბარი. და ბომბარი შეგიძლიათ შეიძინოთ მეგობრებო სპარის ფრესკოს აგროჰაბის ფილიალებში. ძალიან გემრიელია. ამას წავიღე. არა მოიცა საჩუქარი მაქვს. ბომბარი მოკლედ გასაჩუქრებს, აი ამ სასაჩუქრე ყუთით და გემრიელად მივირთვი. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მოსვლით. და ნუ კი სპარიც რა თქმა უნდა.
კაპრისანის წვენები და აი ეს რო გამომართვათ ხუში. გამოგართვა. ძალიან დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა ესპანური ოპერა პრიმას ღვინო, რომელიც გამოირჩევა ძალიან დაბალანსებული გემოთი, ვანილის და ხილის ტროპიკული ხილის ნოტები იკითხება და დიდი მადლობა. სპარში შეგიძლიათ შეიძინოთ მეგობრებო. ესე ძალიან დიდი მადლობა. როგორი დასაჩუქრებული შევა აღარ ჩახარ. დაფარული ვარ საჩუქრებით. უდიდესი მადლობა. მადლობა შენ. ძალიან გამიხარდა. არ მეჭხობოთ რა ძალიან. ამან მაჭამა, მომიყვანა მაჭამა, დამალევინა. არასდროს ცხოვრებაში ტელევიზორში კი არა სტორიში არ მიჭამია, ესე მწვენია ხოლმე და გავსკდი ჭამით ძალიან მომწონს ეს ფორმატი. ნუ კი რა თქმა უნდა არ მოსულა საჩუქრის გარეშე და ესეთი ძალიან საინტერესო პროდუქცია მომიტანა. ესეთი ნახეთ როგორ ჭყიალები. იმედი მაქვს რომ მოგეწონება. ხო, აი ეს ფილტრი, აი მართლა ძალიან ესეთი გასინჯე და მითხარი მე თუ მოგეწონება. მეც მომწონს. აი ეს არის კრემი ნემსებით, მეგობრებო. აი ძალიან მაგარი რაღაცაა და სახეზე უნდა დავტესტოთ. ცოტა მაჯაზე წავისვი და დაახლოებით შეგრძნება ვიცი და მოკლედ ნახოთ ყველაფერს გამოცდი და უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შენ. მოკლედ ულევ წარმატებას გისურვებ. მეც ულევს და გეხვეწებით ხალხო, ვინც ნახავთ ამ გადაცემას, არ მეჭხოთ, მართლა ძალიან მშიერი მოვედი და პირი არ დამიკეტია. ხო, ჩვენ მოკლედ კარგად ისმაცუნეთ. მადლობა შენ, მადლობა Food Stations, მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ, მადლობა ჩემს მეგობარ კომპანიებს და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი. აუცილებლად. დამაფოლოვერეთ, გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა ნუ. ძალიან დიდი მადლობა შენ. აბა დროებით.